გოგოებო, სიახლე მაქვს, წარმოიდგინეთ, მწვრთნელიები მასწავლებელ მაიკზე ქორწინდება. მოიცა რა? ხო, მის პირად აკაუნტზე დავამატე და უდევს სტორი, სადაც ბეჭედი უკეთია. წარმოიდგინეთ. გოგოებო, იქნებ უბრალოდ ახალი ბეჭედი იყიდა და უნდა რომ სტორიზე დაედო, მანდა მაინც ქორწილს ხო არ ნიშნავს. მასკოტ არ გესმის თუ გოგო თავის სტორიზე დებს ბეჭდიან ფოტოს, ეს მხოლოდ სახალისოდ არ არის. ნეტავ თუ დაგპატიჟებს ქორწილში. გოგოებო, მწვრთნელების ჩვენთვის რატომ არ ვთქვამს არაფერი? რამეს გვიმალავს? ნასია, იმიტომ რომ უკვე დასრული არის და არ არის საჭირო ყველაფერი შენ გითხრას. მასკოტ, შენ არ გელაპარაკებოდი. კარგი, მაშინ დღეს დავუსვათ ეგ შეკითხვა. არა, მოიცა დავალოდოთ, იქნებ თვითონ გვითხრას. მოგესალმებით, აბარაზე საუბრობთ? გოგოებო, ვაიმე, მართ ნამდვილი ბეჭედია მწვრთნელოები. რამე არ გაქვთ ჩვენთვის სათქმელი? ხო, არ გინდათ რომ ახალი ამბავი გითხრათ? ხო, გოგოებო, მგონი ვეღარ დავმალავ თქვენგან. მაიკზე ვქორწინდები, ნახეთ. ვაიმე, მწვრთნელოები ძალიან მაგარია, იდეალური წყვილი ხართ. მწვრთნელოები, ვის პატიჟებთ ქორწილში? არა, რამეს კი არ განიშნებთ. ბოდიში გოგოებო, მაგრამ თქვენ ვერ წამოხვალთ. ერთი წესი მაქვს, მხოლოდ წყვილები მოდიან. შეყვარებულები, დაქორწინებული წყვილები და თქვენ მარტო ხელები ხართ. ესე იგი მეც ვერ წამოვალ. არა და მინდოდა თქვენთან ერთად ქორწილში გართობა. მწვრთნელოები, მართლა? ამიტომ ვერ წამოვალთ თქვენს ქორწილში? მწვრთნელოები, პრობლემა არ არის, ბიჭებს ვიპოვით. არა გოგოებო, ეგრე ვერ მოხდება, უცხოები არ მინდა ჩემს ქორწილში, მხოლოდ ელიტა იქნება. არ ვიცით ან უცხოები როგორ მოიქცევიან, მარტო VIP. ვაუ! მწვრთნელოები არა და მე მეგონა რომ თქვენი ბანის გუნდიც VIP იყო. გოგოებო, ეს ნიშნავს რომ ვერ წავალთ მწვრთნელიების ქორწილში. კარგი, არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებთ ალბათ. კარგი, ქორწილის ნაწილი გასაგებია, მაგრამ ვარჯიში არ დავიწყოთ. გოგოებო, დღეს ვარჯიში არ იქნება, ზედმეტად ბედნიერი ვარ. გოგოებო, შოკში ვარ, მწვრთნელიები ასეთი ბედნიერი გინახავთ ოდესმე? აი, სიყვარული ამას აკეთებს. ხო, მაგრამ გოგოებო, რა ვქნათ? ვინმეს რამე შემოთავაზება არ გაქვთ? ვერ გამოვტოვებთ მწვრთნელიების და მასწავლებელი მაიკის ქორწილს? მე მაქვს რაღაც იდეა, დიანა. ეს ის არის, რაც მე მგონია? კალათბურთელები. მაგარია დიანა, მაგრამ 4 ვართ ჩვენ და ისინი 3 არიან. არა უშავს მე სმაილთან ერთად წავალ, კნოპა ტიმურთან, ნასია, შენ რომეოსთან ერთად წადი. ვაუ, მე რომეო ძალიან მომწონს. კარგი. და მე ვისთან ერთად წავალ გოგოებო? შენთვისაც არის ერთი წყვილი, მასკოტი. რავი, მე არ მოდარდებს, მთავარია მაია იყოს თანახმა. მაია? მასკოტ, თანახმა ვარ. შვენიერი, მაშინ ხვალ წავიდეთ და ტანსაცმელი ვიყიდოთ მწვრთნელების და მასწავლებელი მაიკის ქორწილისთვის და საჩუქარიც გვჭირდება. ანუ დღეს ვარჯიში არ გვაქვს. არა. იეი! გოგოებო, უკვე ძალიან გახარებულები ხართ და რა იცით, იქნებ კალათბურთელები უარს გეუბნებია. აუ, აბა სცადონ. გოგოებო, მათთან ძალიან დამაჯერებლად უნდა ილაპარაკოთ. ამას შევძლებთ, მასკოტ. გოგოებო, მწვრთნელიების და მასწავლებელი მაიკის ქორწილისთვის მაქვს იდეა. დიდ პოსტერს გავაკეთებთ, სადაც დავხატავთ მასწავლებელ მაიკს, მწვრთნელების და ბავშვებს, მაგრამ ბავშვები არ ყავთ. მერე და ეყოლებათ და მოეწონებათ ეს აზრი. გასაგებია გადაწყვიტე და შეეტენო მათ, ხომ? არავის არ ვეტენები, უბრალოდ გადავწყვიტე რომ რაღაც კარგი გამეკეთებინა მათთვის. და გგონია რომ დაგუპატიჟებენ? რა თქმა უნდა, მთელ სკოლას დაპატიჟებენ და ჩვენი საჩუქარი იქნება ყველაზე ტკბილი. ხო, ჩვენი ხელით გაკეთებული. მოიცა რა, რაზე ლაპარაკობენ? მასწავლებელი მაიკი და ტრენერიები ქორწინდებიან? ხო, შენ არაფრის აზიარ ხარ? ების სტორი არ ნახე, მარგალიტის ბეჭედი ედო. ვაუ, მასწავლებელი მაიკი მდიდარია. მოგესალმებით. ისევ გვინდა გლის კლუბისთვის ხალხი ავიყვანოთ. ხო, აბა ვის უნდა? კარგად სიმღერა. ბოდიში ვირთხებო, მაგრამ ბევრი საქმე გვაქვს. ხო, პოსტერი უნდა გავაკეთოთ ქორწილისთვის, მასწავლებელი მაიკის და მწვრთნელიების. თქვენით იმღერეთ. მოიცა რა ქორწილი, რას ლაპარაკობთ? მასწავლებელი მაიკი ქორწინდება და ჩვენ არაფერი ვიცით? ვაუ, ვირთხები შოქში არიან, ახლა გაგიჟდებიან. იანა და ლეილა, მაიკმა ყველაფერი უნდა გითხრათ, ის დასრული კაცი არის და ისე რომ იცოდეთ ქორწილში დაპატიჟებულები არ ხართ. ხო, თქვენი ყველი ამ ქორწილს არ მოუხდება. კალათბურთელები, შეიძლება თქვენ არ დაგპატიჟეს, მაგრამ მე დამპატიჟებენ, მე მასწავლებელი მაიკის მარჯვენა ხელი ვარ. და შენ, ჩემი მარჯვენა ხელი ხარ და ჩემთან ერთად იქნები. კარგი ლეილა, მაგრამ სიმღერა ახლა ამის დრო არ მაქვს, ნამდვილად. პიცა, ჯინჯერის ჩაი, აის, ჯინჯერის ჩაი. პიცა მოიცადე, მენიუს ვადგენ მასწავლებელი მაიკის ქორწილისთვის. მოიცა, ქორწილი აქ იქნება, ჩვენ კაფეში? არა, ქორწილი რა თქმა უნდა რესტორანში იქნება, უბრალოდ უნდათ რომ აქაც აღნიშნონ.
რა საყვარლობა მასწავლებელი მაიკის და მწვრთნელიების ქორწილი. აი ის, ჩვენ როდის უნდა დავქორწინდეთ? აი ის, მაგრამ მოდესმე მოხდება. ხო, დაახლოებით 10 წელიწადში 30 წლამდე დაქორწინებას არ ვაპირებ. მაგარია, მე არ მინდა 30 წელს პატარძალი ვიყო. კარგი პიცა გეყოფა, ხელს ნუ მიშლი, კარტოფილი უკვე ორჯერ დავწერე. ლეილა, რა ნერვიულობ? არა,იანა, არ უნერვიულობ, უბრალოდ მასწავლებელმა მაიკმა არ მითხრა რომ ქორწინდებოდა. ლეილა, იქნებ უბრალოდ დაავიწყდა. არა, არ დაავიწყდა, დამიმალა. მიდი რომეო, მალე შენ ქორწილშიც გვინდა წასვლა. ისი არ მგონია მაიკმა ჩვენ დაგვგვადიშოს. ელიტური ქორწილია და მხოლოდ VIP-ები არიან. ხო, მეგობრებო, მაიკისთვის ეს ქორწილი სერიოზულია. ლეილა, არ ინერვიულო, წავიდეთ და მასწავლებელმა მაიკს ვკითხოთ ვართ თუ არა სტუმრების სიაში. Яна, არა, მე შინია რომ იმედები გამიცრულდება, იმიტომ რომ არ ვიქნები ამ სიაში. ლეილა, პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენ თავს ჩავწერთ ლეილა და яна. არა, яна, დარწმუნებული ვარ, მწვრთნელიები წყვეტს. კარგი, მინდა რომ ჩემი გუნდი ყველაზე ძლიერი იყოს. ვის უნდა ჩემს გუნდში იყოფნა? ოღონდ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც მე გეტყვით. ხო, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც გვეუბნება. იცი რა, გოგოებო, მე მინდა დავიღალე, აღარ მინდა ლუზერად ყოფნა. რაღაც სიხალის ემაკლია, მინდა რომ სპორტსმენი ვიყო. ჯიჯი, სერიოზულად? ხო, პატრიკ, და თუ ფეხბურთელი გავხდები, მე და შენ დავშორდებით. ჯიჯი, არაფერი არ თქვა. ჩვენს გუნდში ვერ იქნები, კარინა, ჯული, თქვენ რატომ არ ამბობთ არაფერს? ჯიჯი, შენ პატარა ხარ, ძლიერი გუნდი გჭირდება. შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ყველგან შეძრომა შემიძლია. დამიჯერეთ, რომ აგიყვანეთ, გამოგადგებოდით. ჯიჯი, დაჯექი და დაწმარდი, ფეხბურთელებმა უკვე გითხრეს, რომ არ გამოდგები. შოკში ვარ, რეიფ ლაპარაკობს. ხო, გამოგვადგება. კარგი, მაშინ დავფიქრდები შენზე. ჯული, შენ არაფრის თქმა არ გინდა? მე გოგო ვარ და არ მინდა ფეხბურთელი ვიყო, არ არის ჩემი სტილი ეს ბურთის სროლა და ჩაფხუტის ტარება, მე დელიკატური ვარ. ხო, ჯული, ყველაზე ნაზი ხარ. ხო, ყველაზე ნაზი. კარინა, შენ რა სიტყვი? თუ თქვენს გუნდში ვიქნები, მე ვიქნები უფროსი, თავს არავის არ დავუხრი და არ გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვით. ეს ჩემი შეყვარებულია, კარინა. არა, მე უნდა ვიყო უფროსი, დიმა, ასე რატომ ზიხარ? უთხარი რამე. ლორენ, შენ ხვევების ჯგუფს აკეთებ, მე ბიჭი ვარ, რა შუაში ვარ. და მე მზად ვარ რომ დაგემორჩილოთ, გუნდში ვიქნები რა, ჩაფხუცებს დავიფარებ და ბურთსაც ვისვრი. არ მომწონს ისეთი ხალხი, რომლებიც ყველას ემორჩილებიან. ვიფიქრებ თქო, დიმა, წავედით. ჩაფხუტი ბურთი. ჯიჯი, რაზე ლაპარაკობ? პატრიკ, მინდა რომ გუნდში ვიყო და დარწმუნებული ვარ რომ შევძლებ. ჯიჯი, სულელი ხარ, გიყენებენ უბრალოდ. დარწმუნებული ვარ ხალხის გამოყენება უფრო უნდათ. ხო, თან ლორენის გუნდში ყოფნა კარგი შემოთავაზება არ არის. ხო, და არც იქნება საჭირო რამე ჯგუფში გადასვლა, შეგვიძლია უბრალოდ სახელები შევიცვალოთ. პროვასტი რა? რბოლა. ხო, და რაში უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს? რა მნიშვნელობა აქვს? შუმახერები ვიქნებით. ხო, შუმახერი ბრაუსი. შუმახერი ჯული. შუმახერი პატრიკი. შუმახერი კარინა. შუმახერი თომასი. ჯიჯი, მე შუმახერი არ ვარ, მე ფეხბურთელი ვარ. მერი, ულამაზესი ხარ. გოგოებო, მოდით კოსმეტიკა წავისვათ, რომ ბიჭები რომ დაგვინახავენ, უარი ვერ გვითხრან. ხო! გამარჯობა ბავშვებო. ვაუ, მე ჩვენება თუ ჩვენთვის გამარჯვებას ხმა გადაწყვეტეთ. ხო. რა ხდება, ვერ გავიგეთ, თქვენთან ყოველთვის კარგად ვიყავით. ხო, არაფერი თქვენი საწინააღმდეგო არ გქონია. არავინ გვესალმება, ზედმეტი ვართ აქ. გამარჯობა თინეიჯერებო. კნობა ჩემსკენ აღარც კი უყურები და გავუწევ რომ შენი ყოფილი შეყვარებული ვარ. ზაკად არ დამვიწყები ხარ, შენზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. სხვათა შორის გუშინ წინ დამესიზმრე კიდეც. და ეს რა არის? ახლა შემომხედე, მაგრამ კარგად არა. კარგი დაწმარდი. ამჟამად კვირას ასაკეთებ, ტარგინათ რომ ჩვენ გვესტუმროთ. არა, რატომ უნდა გვესტუმროთ? არა, ისინი ხო ბაჭიები არიან, ყოველთვის დაკავებულები, უბრალოდ ზომების სანახავად არ ცალიეთ. ზაკ, ვხედავ საერთოდ არ შეცულ ხარ, როგორიც იყავი, ისეთი დარჩი. აი, ამიტომ დავამთავრე შენთან ყველაფერი. გოგოებო, კოსმეტიკა? ხო. მისმინეთ, ჩვენ თქვენთან კარგად ვართ, ამიტომ შეგიძლიათ რომ ნორმალურად დაგველაპარაკოთ. აი ხო ხედავთ, გეუბნებოდით, ბაჭიები უკვე კარგად გვექცევიან. ნორმალურად რომ გვექცეოდნენ, კომუნიკაციაში მაინც იქნებოდნენ ჩვენთან. ნეტა ადამიანი გავხდეთ, ჩემი შეყვარებული დადის და არც კი მიყურებს. ყოფილი შეყვარებული. ეგ არაფერია, უბრალოდ რაღაცები შეიცვალა. მერი, ბანი, მგონი დაკაკუნება არ გასწავლეს. მერი, შენთვის არ უსწავლებიათ რომ კარი უნდა ჩაკეტო? უბრალოდ უყვირი რომ დაკავებულია. მერი, რადგან შენ შეისწორე შენი მაკიაჟი, ახლა დატოვე თუ შეიძლება აქაურობა, ჩვენც გვჭირდება სარკე კალათბურთელებთან მივდივართ. არ მადარდებ სად მიდიხართ, მე ვიყავი აქ პირველი და ჯერ მე დავასრულებ ჩემს საქმეს. მიყვარს როცა ხალხი სპეციალურად აკეთებს რაღაცეებს. გოგოებო, ერთი წუთით მომისმინე ყოფილო ჩერლიდერო, ახლა სარკე ჩვენ გვჭირდება, გაათავისუფლე. რთული გზით მომიწევს ამის მოგვარება, მეორე თვალზეც გინდა? რა თქვი?
მომისმინე მერი, ეგ ზედმეტია, მაიას არ შეეხო, ეს მისი რაღაც არის. 5 წუთიც და აქედან გავალ, აბას ცადეთ და შემეხეთ. დრო. კნობა დამშვიდდი, კალათბურთელები სკოლაში არიან, დრო კიდევ გვაქვს რომ შევხვდეთ და ჯობია მერის ვუყუროთ როგორ დაიხატავს წარბებს. ჯანდაბა არ გამომივიდა გოგოებო, 10 წუთიც მჭირდება. აუ, როგორ ჩანს აქ დიდხანს ვიქნებით. აუ, სპეციალურად გააკეთა. წამოდი სხვა საფერფარე შევიპოვოთ. ამათ კიდე მოუნდათ, მე გავსულიყავი აქედან, მომინდომეს. მაიკ, ჩვენი ქორწილის შესახებ მთელმა სკოლამ გაიგო. მოიცა ჩვენ ხომის გამოცხადება არ გვინდოდა. მაიკ, ბეჭდის ბრალია, ისეთი ბუჭყიალა, თინეიჯერებისგან ვერაფერს დამალავ. ხო, მაგრამ მე მეგონა სიურპრიზის გაკეთებას ყოფილებდით. მაგრამ მაიკ, სიურპრიზი არ გამოვიდა, ყველას უნდა ჩვენს ქორწილში წამოსვლა, ყველას და მე ვთქვი რომ მხოლოდ VIP სტუმრები იქნებოდნენ. და ვარდები. შევიცვალე აზრი და წითლის ნაცვლად ახლა თეთრი ვარდები მინდა. ხო. ები, მეხუმრები, რა თეთრი ვარდები? უკვე 20,000 წითელი ვარდის ფული გადავიხადეთ. კარგი რა, ები. მაიკ, ანუ თეთრი ვარდები არ მექნება? კარგი, ხო, გექნება თეთრი ვარდები, მაგრამ ამდე წითელ ვარდს რა ვუქნათ? მაიკ, წითელი ვარდები ჩვენს ოთახში დავალაგოთ. მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. კარგად ხართ? მასწავლებელო მაიკ, თქვენს მარჯვენა ხელს რანაირად დაუმალეთ რომ ქორწილი გაქვთ? ები, ხო თქვი რომ თელმა სკოლა მიცოდა. ვირთხებს არ იყო საჭირო რომ სწოდნოდათ. ხომ გითხარი იანა მწვრთნელიები მისი ბრალია. მწვრთნელოები სანამ თქვენ არ იყავით, ლეილა ეხმარებოდა მასწავლებელ მაიკს ყველაფერში, მისი მარჯვენა ხელი იყო. თქვენს ქორწილში რანაირად არ უნდა დაპატიჟოთ? აი რანაირად. ჩვენი სტუმრები არიან მხოლოდ წყვილები, შეყვარებულები, დაქორწინებული წყვილები და თქვენ მარტო ხელები ხართ. კარგი იანა, წავედით. ლეილა, მოიცადე, მარტოები არ ვართ, ერთმანეთი ყავს, მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთად მოვიდეთ. ბოდიში, მაგრამ თქვენ ვერ წამოხვალთ ჩვენს ქორწილში, ხო, მაიკ? ები, არ ვიცი. მაიკ? გოგოებო, ვწუხარ. ყველაფერი გასაგებია მასწავლებელო მაიკ, ბედნიერი ქორწინება. იცით რა მასწავლებელო მაიკ, თქვენ ახლა მარჯვენა ხელი აღარ ყავთ, ლეილას აღარ დაეკონტაქტოთ. გასაგებია? გოგოებო, საუბრობთ, წადით, კარგად. ები, მე ჩვენებოთ უკვე ყველაფერს ვცვლი. მე ხო გითხარი რომ მთელი სკოლა უნდა დაგვეპატიჟებინო. მაიკ, ხომ გითხარი რომ მთელ სკოლას თუ დავპატიჟებთ, არ ვიცი იქ რა იქნება. საგიჟეთი. კარგი, თეთრ ვარდებთან გვჭირდება. თეთრი მანქანები უნდა იყოს. ხო. მოიცა და წითელი მანქანები. კარგი, არა უშავს რომ ფული უკვე გადახდილია. თეთრი ხო თეთრი არის. მაიკ, და 3 საქორწილო კაბა მინდა, 1 მოტკეცილი, 1 ფუმფულა და 1 მოკლე რომ კარგად ვიცეკვა, ხო მაგარია? ები, შენ ყველაფერზე ძალიან საოცრად ვფიქრობ. და ახლა ძალიან ლამაზი, დაუძვირიანი ქორწილი გვექნება. კარგი, რატომ სხეთხარ თუ აზროდ უნდა ვიპოვოთ კაბები მასწავლებელი მაიკის ქორწილისთვის, მაგრამ არ დავუპატიჟები ვართ და რატომ? არა უშავს, დაგუპატიჟებენ. მოდი, ერთნაირად წავიდეთ ყველა გრძელ მწვანე კაბებში. იქნება მწვანე არ ჩაგვეცვა, რაღაც კარგი ფერი ჩავიცვათ, მაგრამ არა მწვანე. ხო, თანახმოვარ, მე ქერა ვარ და ძალიან მიხდება ლურჯი, ამიტომ აი ამ ლურჯ კაბას ჩავიცმევ. ნახეთ, თან ბანი გაგიჟდება, ძალიან ლამაზია. კარგი, მაშინ მე ბანის გავაგიჟებ იმით, რომ ამ ვარდისფერ კაბას ჩავიცმევ. სტელა, სოფი, თქვენ რა ჩაიცმევთ? მე არ გაჩვენებთ, ქორწილში ნახავთ და გაოცდებით. კარგი, მე ჩავიცვამ ჩემს ტანს, არავი, კომფორტულ ტანსაც მოვ. სოფი, ყველაფრის გაფუჭება გინდა? არა, უბრალოდ რამე კომფორტული შესმა მინდა. აუ, ბანის უნდა გადავუჯოკროთ. კარგი, გოგოებო, მოდით შევუკვეთოთ კაბები და ხომ გახსოვთ რაც უნდა გავაკეთოთ? კი, გიგანტური პოსტერი. კარგი, გოგოებო, კალათბურთელები ახლა კაფეტერიაში არიან. შევიდეთ და პირდაპირ ვუთხრათ. არ მოგერიდოთ. კალათბურთელები გჭირდება რისთვის? რომ წავიდეთ ქორწილში. მართალია, წავედით. ვეგანო ჰოტდოგებს რა მაგარი სუნი აქვს. სიურპრიზი! ვაუ, მაგარი სიურპრიზი იყო. მოიცა, ეს რა იყო? კნობა, ეს მართლა შენი ყავი? დიანა, ეს რატო გააკეთე? ბიჭებო, უბრალოდ იმდენი ხანი გეძებდით და გეძებდით. გვაინტერესებდა როგორ იყავით. ტიმურ, ძალიან კარგი სუნი გაქვს. რა ახალი სუნა მოა? გოგოებო, გითხარით რა გინდათ? ვიცით რომ ისი არ მოხვიდოდით? ხო, უეჯვალი. ბიჭებო, რა უცნაურები ხართ? თქვენთან მოვედით და თქვენ არც გიხარიათ? არა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია და გონია რომ რაღაც გინდათ. გოგოებო, მალე გვაინტერესებს აქვთ ხმდებიან თუ არა? მოიცა, თანახმარაზე. ძალიან უცნაური რეაქცია გაქვთ. ბიჭებო, უარს არ გვეტყვით, ხო? აბა? მოგეთ, გოგოებო, მოდით პირველ რიგში გითხარით ჩვენგან რა გინდათ. ხო, თორე ძალიან უცნაურად იქცევით. ბავშვებო, დასხედით, ვეგანური ჰოტდოგები უნდა გავაკეთოთ. ხო, მეგობრებო, დასხედით, თორე ხელს უშლით ხალხს და რის გაკეთებაში უშლით.
ჩვენთან ერთად წამოხვალ ქორწილში? არა კნობა ბოდიში მე მზად არ ვარ გამიგიეროთ როგორ წელში გოგოსთან ერთად წახვალ მე მასთან უნდა დაქორწინდე მე კიდე ჯერ არ მინდა ამიტომ უწუხარ ეგეთი რაღაცეების გჯერა არა სულელი ხარ ტიმურ სმაილ და თქვენ ვის ქორწილში მიდიხართ წვრთნელიების კი როგორ არა მასობელმა იგი ქორწილში თქვენ დაგპატიჟებთ ბიჭებო მხოლოდ ისინი ვერ შედიან ვინც მარტო ხელები არიან ხო და ჩვენ გვინდა რომ წყულში ვიყოთ და ვიქნებით ქორწილში მეგობრებო, მგონი ახლა ძალიან ზედმეტი მოგვივიდა და გოგოები აღარ გვაპატიებენ. ისე მე დიანასთან ერთად წავიდოდი ქორწილში, მაგრამ კროპასთან ერთად არა. დიანასთვის უარი მაგის გამო არ მithkoms. კარგი მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს? მასობელ მაიკი და ები მაინც არ დაპატიჟებენ. გოგოებო, შოქში ვარ, კალათბურთელები ტრავახობენ და უხარიათ. ხო, მაგრამ ჩვენთან რომ მოვიდნენ, კარგი იქნება. გოგოებო, ყურადღება არ მიაქციოთ. ბიჭებს ვიპოვით მწვრთნელიების ქორწილისთვის. და საღამოს გავერთობით. მოიცა ეგ როგორ? კნოპა ძალიან ადვილია, სერვისი არსებობს, ბიჭს აირჩევ, შემდეგ თავს გააცნობს ხალხს როგორც შენ შეყვარებული და შენ ფულს უხდი. კარგი დიანა, მაშინ ყველაზე სიმპათიურები ავარჩიოთ და წავიდეთ ამ ქორწილში. გოგოებო, ქორწილში აუცილებლად წავალთ. თქვენ და გვილა იქეთ ეს ვიდეო გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ძარს. ბიჭებმა უარი გითხრეს, მაგრამ არა უშავს. მაინც მოვახერხებთ ყველაფერს. კარგად. ტელეფონები მათხოვეთ, აბა. ერთი წუთით ვერ პოულობ ჩემს ტელეფონს. ნასტია. აი, კარგი ხო, აი გავუმართვი. მოდი ჯერ შენ აარჩიე. ხო, რა თქმა უნდა. ყველაზე სიმპათიური მჭირდება, ყველაზე სიმპათიური.